2026 წელს საბაჟოს საერთაშორისო დღეს სლოგანით საბაჟოს საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე აღინიშნა. რა გამოწვევებით, მიღწევებით და სიახლეებით ხვდება საბაჟოს სისტემა მიმდინარე წელს. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ შემოსავლების სამსახურის საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს უფროსთან ნათია ბასილაიასთან. ნათია, მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნათია, პირველ რიგში დავიწყოთ, რა გამოწვევების დაძლევა მოხდა 2025 წელს და საინტერესოა, როგორი მიღწევებით შეხვდა საბაჟო სისტემა 2026. მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, საზოგადოებრივი დაცვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საბაჟოს როლი და შესაბამისად საბაჟოს ყოველ წელს უწევს მოდერნიზაცია, წინსვლა, განახლებები. ბევრი პროექტი განხორციელდა და ბევრი პროექტის მონაწილე გახლდათ საბაჟო დეპარტამენტი გასულ 2025 წელს. აღსანიშნავია, რომ მიუერთდა NCTS ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემას და გახდა ამ დიდი ოჯახის ნაწილი. არის გამოწვევა და გამოწვევად რჩება სანქციებთან ბრძოლის კუთხით საბაჟო საქმიანობა და სანქციების, ასე ვთქვათ, გვერდის ავლის ფაქტების გამოვლენის კუთხით ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობა. ციფრული და მოდერნიზებული საბაჟოს მნიშვნელობა, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხითაც მოწინავე გახლავთ. ჩვენი დეპარტამენტი წლებია უკვე სთავაზობს გადამხდელს ელექტრონულ სერვისებს და ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება მომავალ წელსაც, რა თქმა უნდა. ყველა ამ თემას ჩვენ უფრო სიღრმისეულად შევეხებით. საბაჟო საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე სწორედ ასეთი იყო და არის 2026 წლის საერთაშორისო საბაჟოს დღის სლოგანი. როგორ აისახება აღნიშნული საბაჟო სისტემის ადმინისტრაციის ყოველდღიურ საქმიანობაში? დიახ, 190 მეტ ქვეყანაში აღინიშნა საბაჟოს საერთაშორისო დღე და ეს გახლდათ სლოგანი. ნამდვილად აღსანიშნავია ამ სლოგანის მნიშვნელობა. როდესაც ვაუბრობთ ხოლმე, მეც მიყვარს ამისი აღნიშვნა რეალურად, საბაჟოსთან პირველ რიგში ასოცირდება გადასახადები და ფისკალური ეფექტი, როგორც წესი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ დაცვა და უსაფრთხოება თავის კუთხით, არასატარიფო კუთხით კონტროლი, როგორიც არის მაგალითად ფიტოსანიტარული, ვეტერინარული, წარმოშობებთან დაკავშირებული ფაქციასთან დაკავშირებული საკითხი, ანუ ეს მიმართულება, რომელიც უშუალოდ გადასახდელებს არ უკავშირდება, ერთი ესე შეიძლება ითქვას, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია და შეიძლება მეტადაც კი ვიდრე ფისკალური ნაწილი, რაღაც შემთხვევებში, ცალკეულ შემთხვევებში ასეც შეიძლება ითქვას და სწორედ ეს განასახიერა, ასე ვთქვათ, და სწორედ ეს გამოითქმის აი ამ სლოგანით, რასაც უერთდება საქართველოს წელს და საკმაოდ ესე წარმოსადეგად აღნიშნა საქართველოს საბაჟოს საერთაშორისო დღეც, ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ვიხილეთ ამასთან დაკავშირებით, მეც ვისარგებლებ თქვენი ეთერის მეშვეობით და ჩემს ყველა კოლეგას მიულოცავ პროფესიულ დღეს და კიდევ ერთხელ ამ დღის ასე აღნიშვნაც ხაზს უსვავს საბაჟო დეპარტამენტის მნიშვნელობას და ჩვენი საქმიანობის, საბაჟო ფორმალობების წარმართვის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკურ დაცვის ნაწილში, დაცვის და უსაფრთხოების ნაწილში. ცხადია, მილოცვას ჩვენს უერთდებით ბიზნეს პოსტის სახელით. ციფრული საბაჟო კონცეფცია თქვენ ახსენეთ, საინტერესოა რას გულისხმობს და როგორ ცვლის საბაჟო სერვისების გაციფრულება ბიზნესის და მოქალაქეების მომსახურების ხარისხს. სწორედ აი ხარისხზე ვართ ორიენტირებულები, ხო? დიახ, თანამედროვეობაში წარმოუდგენელი ამბავია, რომ ეს მიმართულება და ეს საკითხები არ იყოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, მათ შორის საბაჟო კუთხით. მე აღვნიშნე, რომ წლებია უკვე მოწინავე გახლავთ ჩვენი დეპარტამენტი ამ მიმართულებითაც და ფაქტობრივად ყველა სერვისი, ყველა მნიშვნელოვან სერვისი ელექტრონულად თავაზობს თავის გადამხდელებს. ეს გახლავთ შესაძლებლობა, რომ კომპანიებმა თავად დაბეჭდონ პირობითად დეკლარაციები თავიანთი დაშვებით სერვერზე, ჩვენ სერვერზე, ასევე მოითხოვონ ელექტრონულად ჩვენი მხრიდან დეკლარაციის მაგალითად დაბეჭდა წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას, რაღაც სერტიფიკატებზე, ნებართვებზე, სხვადასხვა დოკუმენტებზე არის საუბარი ელექტრონული ფორმებით, უშუალოდ გაფორმების ზონაში მისვლის გარეშე. მათ შორის მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს გადამხდელებთან, მოგეხსენებათ ეს საერთოდ შემოსავლების სამსახურის ჩვენი სამინისტროს, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ საქმიანობის, რომ ყველა სიახლესთან დაკავშირებით საკანონმდებლო იქნება პრაქტიკაში რაიმე ღონისძიებები ხდება, ცვლილება ხდება პრაქტიკის, ამასთან დაკავშირებით თანამშრომლობთ გადამხდელებთან, მათგან ვისმენთ რეკომენდაციებს, მათ სურვილებს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის შეხვედრებსაც გარდა პირისპირი შეხვედრების გარდა ხდება ონლაინ ფორმატში, შეხვედრების სივრცე გვაქვს, ესეც ციფრული, ასე ვთქვათ. და კიდევ უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ კონსულტაციების მიღებაც მათ შორის, როგორც სატელეფონო 24/7
შვიდზე რეჟიმში საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა დისტანციური არხის მეშვეობით, მეილინგი იქნება, აპლიკაციები იქნება და თან ეს ყველაფერი ხორციელდება არა მხოლოდ ჩვენი რეზიდენტების და გადამხდელებისთვის, არამედ იგივე ჩვენი პარტნიორების, მეზობელი სახელმწიფოების თუ სხვა ტრანზიტის პროცედურაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენელთან მიმართებით. ნათია, თქვენც აღნიშნეთ და დიდი ხანი გასულ წელს ვნახეთ ჩვენც, რომ ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის დანერგვა მოხდა. საინტერესო არის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ სისტემის ამოქმედება, რა ჩვენა პრაქტიკამ და რა რეალურ სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა სრულად ამოქმედების შემთხვევაში. დიახ, ეს მნიშვნელოვანი მიღწევა გახლავთ 2025 წელს ჩვენი სამსახურის 1 თებერვალს ოფიციალურად საერთაშორისო დონეზე შეუერთდით ამ საკმაოდ დიდ ოჯახს, დიდ სისტემას, რომელიც დღეს მდგომარეობით 39 სახელმწიფოს მოიცავს უკვე. ისეთი სახელმწიფოები გახლავთ, როგორიც არის ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, EFTA-ს წევრი სახელმწიფოები, ბრიტანეთი, უკრაინა, თურქეთი, ანუ ჩვენთვის საკმაოდ დიდი ექსპორტიორი თუ იმპორტიორი ქვეყნები. ასე გლობალურად რო შევაფასოთ, ბევრი ისაუბრეს ამ თემასთან დაკავშირებით ხელმძღვანელებმაც, რომ ეს არის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების ამ ეგრეთ წოდებული ჰაბის როლი და ფუნქცია ჩვენთვის სატრანზიტო შესაძლებლობებს გვიზრდის, რა თქმა უნდა, ქვეყანას. აი უფრო კონკრეტულად საქართველოს როლს როგორ ეს მაგალითით ავხსნი ამას, უფრო მარტივი აღსაქმელი რომ იყოს. ეს გახლავთ აპრობირებული სისტემა ამ წევრი სახელმწიფოებისთვის, რომელიც მუშაობდა ასე. ჩვენს რეგიონში თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, საიდანაც ხდებოდა ერთი გარანტიით და ერთი დეკლარაციით, მაგალითად ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში ან ბევრ რამდენიმე სახელმწიფოში ერთად ტვირთების გადაადგილება. დღეს მდგომარეობით უკვე ეს პირველი კარიბჭის როლი გადმოსულია საქართველოზე და ჩვენთან წარდგენილი დეკლარაციით და გარანტიით ერთი დოკუმენტით ხდება თურქეთის და სხვა წევრი სახელმწიფოების გავლა, ტრანზიტულად გავლა და გაფორმება დანიშნულების რომელიმე ქვეყანაში. უნდა აღინიშნოს სტატისტიკური მონაცემები, განსაკუთრებით კარგი მაჩვენებელი გახლავთ ის, რომ ერთი წლის თავზე არც გასულა პრინციპში ერთი წელი 1 თებერვალს შევერთით საერთაშორისო დონეზე და ამ დროისთვის უკვე დაბეჭდილი და წარდგენილი გახლავთ საქართველოდან 51,000-ზე მეტი დეკლარაცია, ანუ აი ამ CITES ქვეყნების დანიშნულებით და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელი გახლავთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს ამ სისტემას ახასიათებს უსაფრთხოების ნაწილის გაუმჯობესება პერიოდულად ფაზებზე გადასვლას უწოდებთ, ამას უწოდებს ევროკომისია და მეექვსე ფაზაზე გადასვლა გახლდათ 2025 წლის გამოწვევა ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. საქართველოს აგვისტოში გადავიდა მეექვსე ფაზაზე აბსოლუტურად უხარვეზოდ დაწარმოებით, რამაც თავის მხრივ ევროკომისიის მხრიდან დადებითი შეფასება გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მისამართით. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. ნათია, როგორ ხორციელდება საბაჟო კონტროლი საერთაშორისო სანქციების ფარგლებს, ეს არის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტვირთების მიმართ? დიახ, საკმაოდ მდიდარი ქვეყანა ვართ, რეალურად გვაქვს ყველანაირი საზღვარი ამ პროცესში ჩართული. გვაქვს როგორც საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, სახმელეთო საზღვრები და ყველა მიმართულებას აქვს თავისი სპეციფიკა რეალურად სარკინიგზო სექტორი პირობითად ძალიან განსხვავდება საზღვაო გადაზიდვებისგან და ამ სპეციფიკების გათვალისწინებით საბაჟოსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დიდი მუშაობის გაწევა უწევს, რომ ყველა სექტორი დავფაროთ შესაბამისად, ყველა სექტორის ასე ვთქვათ გამოწვევები და ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის სპეციფიკა პირობითად იქნას გათვალისწინებული. აქვე სანამ უშუალოდ სანქციების ნაწილზე გადავალ აღნიშნავ იმას, რომ ეფექტურობისთვის ზოგადად რისკების მართვის სისტემაზე დაფუძნებით მუშაობს საბაჟო დეპარტამენტი და საბაჟო ადმინისტრაცია. ამ რისკების მართვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილია 2026 წელს მოდერნიზაცია და ანალიტიკური პლატფორმების შემუშავება, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასე ვთქვათ ანალიტიკური პლატფორმების დანერგვა რისკების მართვაში მათ შორის, ხოლო სანქციების კუთხით ეს გამოწვევა გახლდათ გასულ წელსაც, სტატისტიკურ მონაცემებსაც მოვიყვან, რომ 2006-ს როგორ გავართვით თავი ამ გამოწვევას და სანქციების ამოქმედების დღისთან, ისეც რომ ვთქვათ, დღიდან ამოქმედებიდან დღემდე რა შედეგები და მონაცემები გვაქვს? დიახ, გამკაცრებულია, რა თქმა უნდა, მონიტორინგი და კონტროლი იმ მიზნით, რომ არ განხორციელდეს ჩვენი ქვეყნის გამოყენება სანქციების გვერდისავლისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორ
მომხმარებთან ჭიდროდ კომუნიკაციობთ, ვაწვით მათ საჭირო ინფორმაციას, ვიღებთ მათგანაც საჭირო ინფორმაციას, ეს კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, გარდა ამისა კომუნიკაცია გვაქვს გადამხდელებთან, პასუხობთ მათ მომართვებს, კითხვებს, სანქციებთან დაკავშირებით, რომ პირობითად უნებლიეთ და უცოდინრობით არ მოხდეს სანქციების დარღვევა. ყველა იმ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სანქციები ევროპის მხრიდან, ამერიკის მხრიდან, სხვა ბრიტანეთის და სხვა სახელმწიფოების მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ფაქტები იდენტიფიცირდა მაგალითად ჩარშან 2658 შემთხვევა, როდესაც გაბრუნებული იქნა ტვირთი უკან, სწორედ ამ დასაბუთებით, რომ სანქცირებულ საქონელს არ გადაეკვეთა საქართველოს საზღვარი და ჩვენი ქვეყნის გავლით არ მომხდარიყო მოგეთ ქვეყანაში, სადაც მისი შეტანა აკრძალულია. ამ კუთხით ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მუშაობას გლობალური პოლიტიკის გათვალისწინებით ეს დღის წესრიგში გვრჩება და ჩვენი მებაჟეების დღის ყოველდღიური სამუშაოს მნიშვნელოვან როლს ასრულებს სანქციებთან დაკავშირებული ამ პროცედურების განხორციელება, გადამოწმება, კონტროლი და მონიტორინგი და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, არ ვდუნდებით და კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ კონტროლს, მით უმეტეს, რომ მოდერნიზაცია განხორციელდება საბაჟოსი, განხორციელდება უფრო მეტი ანალიტიკური შესაძლებლობების გამოყენება საბაჟო საქმიანობის კუთხით და ამ მიმართულებით საბაჟო ფორმალობების ეფექტურად განხორციელებას უფრო მეტად შევძლებთ, მე ესე მგონია 2026 წელს. ამის მოლოდინი გვაქვს. წარმატებებს გისურვებთ, ცხადია სიახლეების კვლავ და კვლავ გელოდებით სტუდიაში. მადლობა ნათია სტუმრობისთვის. შემოსავლების სამსახურის საბაჟოს ტრანზიტის სამმართველოს უფროსი ნათია ბასილაია იყო ბიზნეს პოსტის სტუმარი.